საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას. ხრის ნახევარზე სტუდიაში სოფო ცერცვაძე იწყებს მუშაობას. რუსთავი მარნეულის გზის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები აქტიურად დაიწყო. აღნიშნული გზის მონაკვეთი რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვია ძიძიგურმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გიორგი მღებრიშვილმა და რუსთავის მერმა დავით ჭიქიამ დაათვალიერეს. რუსუდან გოგოლაძე კი ამბობთ. რუსთავი მარნეულის საავტომობილო მაგისტრალზე საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. აღნიშნული საგზაო მონაკვეთი რუსთავსა და მარნეულს შორის გზას დაახლოებით 32 კილომეტრით შეამცირებს. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა აზომვითი სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე პირადად დაათვალიერეს. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ 19 კილომეტრიანი მონაკვეთი ერთმანეთთან გარდაბანს, ბოლნის, თეთრწყაროს და დმანის დააკავშირებს. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვია ძიძიგურის შეფასებით სტრატეგიული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანი არტერია მთელი ქვემო ქართლისთვის და ვფიქრობ, რომ არის რესპუბლიკური მნიშვნელობის მქონე გზა. შემდეგ უკვე დაიწყება პროექტის დასრულების შემდეგ სასწრაფოდ იქნება გამოცხადებული ტენდერი და ვფიქრობ, რომ უკვე ამ წლის ბოლომდე ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაკვეთი ამ გზისა უკვე უნდა იყოს დასრულებული. ამითი ჩვენ შევძლებთ იმას, რომ რუსთავი როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამსაღებელი ქალაქი საინტერესო გახდება და აქედან გამომდინარე გადამამუშავებელი მრეწველობის გაკეთება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გქონდა თათბირები, კონსულტაციები, რომ რუსთავში უკვე გადამამუშავებელი მრეწველობის გახსნასაც სოფლის მეურნეობის პროდუქციას უკვე აზრი ეძლევა და ამ მიმართულებით იქნება შემდეგ ნაბიჯები გადადგმული. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი. კონკრეტულად ეს გზა დააკავშირებს რუსთავს მარნეულთან. ეს არის საკმაოდ, როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ გზის მშენებლობით ფაქტიურად გაიზრდება ტვირთბრუნვა ამ ორ ქალაქს შორის. მინდა გითხრათ, რომ 32 კილომეტრს ჭრის, თუ შეიძლება ესე ითქვას. ეს მონაკვეთი 20-25 წლის წინ ეს იყო ერთ-ერთი სტრატეგიული მონაკვეთი, ტვირთები გადაადგილდებოდა ქალაქში და ამ მონაკვეთით და ფაქტობრივად ეს მონაკვეთი შეკრავს და დააკავშირებს ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებს რუსთავთან და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანის კუთხითაც მომგებიანია. გარდა ამისა, ზოგადად გზა განიტვირთება რუსთავ-თბილისის მამოძრავებელი წეცით, რომ დღევანდელ სიტუაციაში იმისთვის, რომ ქალაქში მოხვდე რუსთავში, ქვემო ქართლი უნდა ჩახვიდე ფაქტურად თბილისში და შემოტრიალდე რუსთავში. ანუ რეალურად რუსთავი ხდება რეგიონის ფაქტიური ცენტრი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა დამაკავშირებელი გზა მოკლედ თბილისის ავლით შემოვა ქალაქში. რუსთავი მარნეულის დამაკავშირებელი ახალი გზის რეაბილიტაციას დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე დასჭირდება. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული მონაკვეთის რეკონსტრუქციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს. ამ ეტაპზე ტერიტორიის აზომვითი სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საგზა მეცნიერება აწარმოებს. გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. თითქმის გაუვალია დღეისათვის ნორმალური მოძრაობისათვის და აქ არის უკვე საველე სამუშაო დავამთავრეთ. აი დღეს და ხვალ უკვე მოვათავეთ და ვიწყებთ უკვე სუფთა პროექტირება, სადაც ასე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული მონაკვეთებია, იქ ესტოკადაც შეიძლება გაკეთდეს, გზაგამტარი, ხიდია გასაკეთებელი და ასე შემდეგ არის რაღაც ხელოვნური ნაგებობები, რომლებიც მოითხოვს სერიოზულ პროექტირებას. მე ვფიქრობ, ერთ თვეში, თვენახევარში ამას დავამთავრებთ, შემდეგ მოამზადებთ სატენდერო დოკუმენტაციას და გამოცხადება ტენდერი, გამოირკვევა ვინ იქნება მშენებელი. საავტომობილო გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება. ქართული ოცნების გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ამბაკო ავალიანი და სართიჭალის ქართული ოცნების შტაბის უფროსი ჯაბალ ურსმანაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. როგორც ჯაბალ ურსმანაშვილი ქრონიკასთან საუბრისას აცხადებს, ამბაკო ავალიანი მას ფიზიკურად საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე დაუპირისპირდა. ურსმანაშვილის განმარტებით საქმე სამართალდამცავ ორგანოებს უკვე გადაეცათ. რაც შეეხება თავად ამბაკო ავალიანს, ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს. ავალიანი, რომელიც გარდაბნის გამგებლის მოადგილედ 2013 წლის დასაწყისში დაინიშნა უდიერად არასწორად ცუდი სიტყვებით მომართავდა მე მანამდეც ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენჯერმე დაგვეძაბა ურთიერთობა მან მე გამგეობის შენობაში შემაგინა ეს მოხდა დაახლოებით 3-ჯერ 4-ჯერ ოღონდ საბედნიეროდ მარტო არასოდეს არ ვიდექი ამას ხალხი ხედავდა რომლებიც იტყვიან თუ გახდა საჭირო
გუშინ დილით გამგეობიდან გამოდიოდი, მეუღლემ და მირეკამ. გამგეობის კარებთან შემხვდა და მეჯახა, შენო ბიჭო ვერ ხედავ რომ მოვდივარო? და ამ მომენტში მე ჩემს შესაძლებელს აქეთ მედავებით ხო? ქურთულში მომკიდა ხელი და მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, მან კლავ შემაგინა, რაზეც მე უპასუხე იგივე. ხელი მომიქნია და უპასუხე იგივე. ოღონდ გუშინ ეს სიტუაცია არ ყოფილა, მე სახეზე რამე არ მქონდა. გაგვაშველეს ხელიღამე რომ თავის ტკივილები მაწუხებდა, მაინტერესებდა იქ იქნებოდა თუ არა რომ ტომოგრაფია ქვია ხო თავის თუ არ ცნობი რომ გადაეღოთ. სანამ მეუღლემ პასუხი გამომიტანა, აი ასეთ სიტუაციაში დავხვდი მე მეუღლეს გარეთ. ძალიან კონკრეტულად დამესხამ ამბაკო ავალიანი და მისი ახლოესი მეგობარი სოსო წელაური. პირდაპირ გეტყვით რომ ამბაკო ავალიანმა თქვა ეს ბიჭი ვერ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ქალაქის ცენტრალურ მოედანთან გზის სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვაფენილის ნაწილის დემონტაჟი ხდება. ქალაქის მერის მოადგილის დავით სხირტლაძის განცხადებით აღნიშნული შესახებ ქალაქის მერიამ გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო. სამუშაოებისთვის 56,000 ლარი გამოიყო. გზის საფარის აღდგენა დაახლოებით 4 აპრილისთვის დასრულდება. მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს მერის წინამდებარე მოედნის ნაწილის რეკონსტრუქცია. კერძოდ რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩები დაუკავშირდება ერთმანეთს, მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი. სულ 1200 კვადრატული მეტრს მოიცავს აღნიშნული ტერიტორია. ტენდერში გამარჯვებული არის ფირმა, გამოვლენილია. დაჯდება 56,000 ლარი. 4 აპრილამდე უნდა შეასრულოს აღნიშნულმა კომპანიამ ეს სამუშაოები. გამოიწვევს ამ გზის გაფართოებას, იქნება სიგანე 12 მეტრი, ახლა არის 6 მეტრი და გაიზრდება კიდევ 6 მეტრით. ღიაკარის დღეების შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ცენტრი აბიტურიენტებს, მაგისტრანტობის კანდიდატებსა და მასწავლებლებს გამოცდებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ცენტრის წარმომადგენლებთან და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებთან შესახვედრად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფისს უნდა მიმართონ. შეფასების და გამოცდების ცენტრი აწვევს ღიაკარის დღეებს, ანუ სთავაზობს ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას, რომ მოგზავნდეს დასვა შეკითხვები. მისთვის საინტერესო საკითხებს ჩვენი მხრიდან ცხადია მაქსიმალურად შევძლებთ, რომ ყველა კითხვას მოპასუხოთ. იუსტიციის სახლში ახალი სერვისი ამოქმედდა. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ სასურველი დოკუმენტაციის ონლაინ რეჟიმში სახლიდან გაუსვლელად მიიღონ. ელექტრონული ფორმით განცხადების გაკეთება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. მომსახურების ღირებულება 100 ლარს შეადგენს. სერვისის საშუალებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ადგილზე მომსახურება ისეთ დოკუმენტებზე, როგორიც არის ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის მოწმობა, სხვადასხვა ტიპის მოწმობები, საინფორმაციო ბარათი, არასრულწლოვანის რეგისტრაცია და ასე შემდგომ. ამ სერვისის მისაღებად მოქალაქეები უნდა შევიდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების ვებგვერდზე ან იუსტიციის სახლის ვებგვერდზე. განცხადების გაკეთება დისტანციური მომსახურების საშუალებით შესაძლებელია 24 საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით. მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს. ახალი ინიციატივა დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით იმ რეგიონებში, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლება, ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას მიიღებს. დახმარების ოდენობა მთიან რეგიონებში 200 ლარის, ხოლო ბარში 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება. აღნიშნული ინიციატივა 1 ივნისიდან ამოქმედდება. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში საბავშვო სპექტაკლი მაკნატუნა გაიმართა. წარმოდგენას ბაღის აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მაკნატუნას ნახვის საშუალება რუსთაველ პატარებს სასწავლო წლის დასრულებამდე შეეძლებათ.
სარეპერტუარო სპექტაკლია საბავშვო სპექტაკლი თეატრის და ის კიდევ იქნება ნაჩვენები ალბათ მთელი სასწავლო წლის განმავლობაშიც და ალბათ იქითკენ სეზონის ბოლომდე. არის 6-დან თქვათ 12-14 წლამდე ბავშვებისთვის გათვალისწინებული. მაგრამ სიამოვნებით უყურებენ მათი ბებიებიც და მშობლებიც ძალიან დიდ სიამოვნებით. მე ვარ კარლო, ის ბიძა ვარ იმისი დროსის. რომელსაც მე კაკალს არ აძლევს და ის კაკალი რო ტყდება და მე პრინცესა რო მედიან და ყველაფერი ის ბიძა ვარ. ეს არის რა სიყვარულის თეატრია. შენ ღიმილის დედა ხარ ამ სახელწოდების ღონისძიებით მიულოცეს საბავშვო მუსიკალური სტუდია აპრილის აღსაზრდელებმა რუსთაველებს საგაზაფხულო დღესასწაულები. ღონისძიებაზე ცნობილი სიმღერების სტუდიის აღსაზრდელებმა მშობლებთან ერთად შეასრულეს. კონცერტს ცნობილი მომღერლები და კომპოზიტორები დაესწრნენ. მსგავს ღონისძიებას აპრილის აღსაზრდელები ყოველწლიურად აწყობენ. გადავწყვეტეთ ეს ორიგინალური საღამო გაგუკეთებინა, სადაც მშობლები და შვილები ერთად შეასრულებდნენ სიმღერებს. ძალიან ღელავენ, ძალიან განიცდიდნენ ამ ყველაფერს, იმედია წარმატებით გაართმევს თავი ყველაფერს და ჩვენს გვიხარია ეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სტიმულია, ბევრს მათ შორის ბავშვების ოცნებაც კი აუსრულდა. ბავშვები მღერიან მშობლებთან ერთად, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. როდესაც ოჯახი ერთი საქმით არის დაკავებული, ამას ლამაზად ააკეთებს. და მე ვულოცავ საბავშვო მუსიკალურ სტუდია აპრილს მაიკო ჯამალაშვილს ამ შესანიშნავ ღონისძიებას. ძალიან ლამაზია, ძალიან მოხარული ვარ. მე ყველა მშობელს ხო უხარია და უხარია თავის შვილთან სიმღერა, მაგრამ პატარასთვისაც გამხელა სიხარულია, როდესაც თავის დედიკოსთან და თავის მამიკოსთან იმისთვის კი არ მღერის მარტო, მასთან ერთად მღერის. 21 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში საერთაშორისო ტურნირს თბილისის გრან-პრის უმასპინძლებს. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა. გრან-პრი საქართველოში პირველად ტარდება, რომლის საპრიზო ფონდიც $100,000. შეჯიბრზე მონაწილეობას მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მიიღებს. ჩემპიონები 7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ტურნირზე ქვემო ქართლის რეგიონიდან 3 ძიუდოისტი ასპარეზებს. ფაქტობრივად ეს გახლავთ მცირე მსოფლიო ჩემპიონატი და ესეთი დონის ტურნირის ორგანიზება მეტად მნიშვნელოვანია მომავალშიც, რადგან ეს უნდა გახდეს ლიცენზიის გამცემი. ჩვენ მზად ვართ ამ ტურნირების ესეთ დონეზე ჩატარებისთვის, მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, რადგან მოხდეს თვითონ სპორტის პოპულარიზაცია და მეტი ახალგაზრდა იყოს ჩაბმული ამაში. უკვე 30 ქვეყანამდეა დარეგისტრირებული. მომავალ წელს გამომდინარე იქიდან უკვე არა მარტო სარეიტინგო, არამედ სალიცენზიო ქულებსაც გასცემს. ეს რაოდენობა ერთიორად გაიზრდება. მარტყოფის სპორტ კომპლექსში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს რეგიონალური ზონალური პირველობა გაიმართა. შეჯიბრი 1998-99 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის შედგა, რომელშიც მონაწილეობა 100-მდე მოჭიდავე მიიღო. გამარჯვებულები 13 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ჩემპიონ პრიზიორებით ნაკრები გუნდები დაკომპლექტდა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებენ. 96 მონაწილეა. ეს არის დიდი, იმიტომ რომ ქართულ ჭიდაობა ერთელებებზე ტარდება და 90 ძალიან დიდი რაოდენობაა. თანაც აუცილებელია ეს უწყოს მე ამ დიდ სპორტს, ძიუდოს, სამბოს ჭიდაობენ ეს ბავშვები. აქედან სწავლობენ ქართული ჭიდაობით იწყება ყველაფერი. ქართული ჭიდაობა იმდენად მაინც და მაინც არ იყო აქამდე პოპულარული ჩვენს რაიონში, ჩვენს რეგიონში და მე მგონი ეყრება საფუძველი, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია მოიპოვოს ამ სპორტის სახეობამ, რაც არის ქართული ჭიდაობა. საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით თავდაცვის უწყება 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მკურნალობის კურსის გასავლელად შტატებში აგზავნის. ამ ეტაპზე კლინიკაში რეაბილიტაციის კურს 8 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის. პროტეზირების კურს ეტაპობრივად ყველა ის სამხედრო მოსამსახურე გაივლის, ვისაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაშავების შედეგად კიდურების ამპუტაცია დაჭირდა. ჩართული ვარ
სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, როგორც სერფინგში, ასევე ფარიკაობაში და ვართ ძალიან აქტიურები, ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ აქტიური ცხოვრება. ჩვენთვის დიდი პატივია სერფინგის კლუბში ჩვენს ქართველ მეგობრებს ვუმასპინძლოთ. ეს პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ფონდის და საზღვაო ძალების მხარდაჭერით 6 წლის წინ დაიწყეთ. პროგრამა სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ სრულ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში ქართველი სამხედროები სერფინგის ტექნიკის დაუფლების გარდა ამერიკელ კოლეგებსაც უახლოვდებიან. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ქართველი სამხედროების თავგანწირვას ავღანეთში ISAF-ის მისიაში. ქართველმა პარაოლიმპიელებმა შტატებში ოქროს მედალი მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე მიმდინარეობს. დაშვებულმა ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს ჩემპიონატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაჭრილი 13 ქართველი სამხედრო ასპარეზებს. ISAF-ის მისიაში მონაწილე 31 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში ოპერაცია კოდურის სახელით გრიფონი 3 ჩაატარეს. ოპერაციას ალფა ასეულის მეთაური ხელმძღვანელობდა. მასში მონაწილეობა 130-მა ქართველმა და 14-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო. ოპერაცია გრიფონისანმა ჩრდილო მუხამედაბადში წარმატებით ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, აუხსენთ ამ ოპერაციის აუცილებლობა, გავესაუბრეთ მათ, გავეცანთ მათ პრობლემებს, გადავეცეთ საჩუქრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის თანამშრომელთა სამთო სამაშველო წვრთნები და ტრენინგები 11 და 15 მარტს თბილისში სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე ჩატარდება. ტრენინგის მიზანს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო სამაშველო წვრთნა წარმოადგენს, რაც საგანგებო სიტუაციების დროს სამაშველო რეაგირების ძალების სამთო სამაშველო მომზადებას დაგააუმჯობესებს. სამოქალაქო თავდაცვის სოფლიო საერთაშორისო ორგანიზაცია ICDOS ეგიდით ტარდება წვრთნები, 6 ქვეყანა ჩამობრძანებული, 6 ქვეყნის მაშველები გაუზიარებენ ჩვენს მაშველებს, ერთმანეთს გაუზიარებენ მის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს. ჩამობრძანდა ბელარუსის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ხელი მოეწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელორუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შორის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ბუნებრივი და საგანგებო სიტუაციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონო ჩემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნიდერლანდებში ერთმანეთს 3 ტრამვაი შეეჯახა. სავარაუდოდ ერთ-ერთმა დამუხრუჭება ვერ მოახერხა და 2 ტრამვაის დაეჯახა, რომელიც გაჩერებაზე იდგა. დაშავდა 33 ადამიანი, მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველები მომხდარის მიზეზებს იძიებენ. 3 წელი იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან ქვეყნის ყველა ქალაქში სამგლოვიარო ცერემონია ჩატარდა. 2011 წლის 11 მარტს მიწისქვეშა ბიძგებმა, რომლის სიმძლავრემ 9 მაგნიტუდას შეადგინა, მასშტაბური ცუნამი გამოიწვია. მიწისძვრამ 20,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამგლოვიარო ცერემონიალი მიმდინარეობდა დღეს მთელი დღის განმავლობაში ესპანეთში, ქვეყანაში 10 წლის წინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს იხსენებდნენ. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმა მატარებელზე მიიტანა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 191 ადამიანი. ამ
დრომდე უშედეგოდ ეძებენ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე გაუჩინარდა. მალაიზიის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ძებნის არეალს აფართოვებს. ოპერაციაში 9 სახელმწიფო სამაშველო ჯგუფები მონაწილეობენ. ქრონიკა ცხლის ნახევარზე დასრულებულია. წინ გადაცემა თქვენი დრო გელოდებათ, ასე რომ დარჩი ჩვენ სახლზე. მე მომავალ შეხვედრამდე გემთხვევებით ნახვამდის. რუსთავის მერი